ვინ ეცდება დაბრუნებას თქვენს ცხოვრებაში? მოდით ეს თემა განვიხილოთ და ვნახოთ. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ, როგორც ყოველთვის. ორი ადამიანი ეცდება დაბრუნებას და განმარტავ. ერთი კონკრეტულად მეგობრობას წარმოადგენს, მეორე პირადს. მეგობრობაში ძველი წყენები, გაბუტვა, გაბრაზება, ერთმანეთის მიმართ ბრალდებები, ვისთანაც დგას, აც უკვე ყოფილი მეგობარი გადმოდგავს ნაბიჯს თქვენთან. მას ბევრი საჭორავ აქვს თქვენთან. საჭორავ ბრჭყალებში, რა თქმა უნდა. გასაზიარებელი უამრავი ინფორმაცია, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ თქვენ განდობთ და სხვას არავის. და ქალი ძმა კაცი სქესი თავად განსაზღვრეთ. ის დაბრუნდება თქვენთან. ახლა რაც შეეხება პირად თემას. ესეც ყოფილია, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, გადააწყდა 1000 რამეს, ვინმეს, დასკვნებს დებს გაცნობიერებაში, რომ თქვენნაირი არავინ არ არის. აღიარებს საკუთარ თავთან, რომ შეცდა, იჩქარა, გაიქცა, შეეშინდა, აგრესია გამოხატა, არასწორად მოგმართათ, არასწორად დაიხარჯა, უგულვერყო თქვენი მისადმი კეთილგანწყობა. ეს ყველაფერი კარგად აქვს გადახარშული, რამაც მიიყვანა აზრამდე, ისე როგორც თქვენთან, თავი ასე კომფორტულად არავისთან არ უგრძნია. ყველანაირი ადამიანური რესურსი გაქვთ გაღებული მასთან. ადამიანი კი რობოტი არ არის, ღილაკს თითი დააჭიროს და წაშალოს ის სიკეთეები, რაც მისთვის გაგიღიათ. შეიძლება თვლიდეთ, რომ უკვალოდ ჩაიარეთ, მაგრამ არა, არ ჩაგივლიათ. დინოზავრის ნაკვალევი დატოვეთ მასთან. ზუსტად ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეცდება თქვენს დაბრუნებას. თუმცა უნდა აუღნიშნო, ბევრი შემთხვევაში ეს დაგვიანებული მცდელობა იქნება. ახსნი რას ვგულისხმობ. მე რომ მინდოდა შენთან, შენ უარ მყავი. ახლა როცა შენ მოგინდა ჩემთან, მე აღარ მინდიხარ. აი ამას ვგულისხმობ დაგვიანებაში. მართალია ეს გამოიწვევს თქვენში მერყეობას, მაგრამ ბევრი თქვენთაგანი უკვე აღარ გასცემს შანსებს ყოფილებთან, მათ და სამწუხაროდ რა თქმა უნდა. ეს ის მომენტია, როცა ყავს რაღაც უჩვეულოდ კარგი, ოღონდ არ აფასებ. დაკარგავ და მე რეიწყებ მის დაფასებას, თუმცა ხშირად გააზრება აგვიანებს ხოლმე ასეთ ადამიანებში. წარმატებები, პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 673 53 ძალიან გთხოვთ. ნუ მირეკავთ, მომწერეთ და გიპასუხებთ.